გამარჯობათ, ყველასთვის საჭირო როტო თემას შევახოთ. ვის რამდენი უჯდება ოჯახის გამოყვება, ჩაცმა და შენახვა. ბავშვის წრეებზე სიარული მომზადებაზე თუ სხვა. ჩემი ჯერჯერობით ერთი დადის სკოლაში სწავლობს და რადგან უფროსია, მას უწევს მხოლოდ სიარული. მაგრამ როგორც სამი შვილის დედა, ალბათ სავარაუდოდ ძალიან ბევრი დამიჯდება. ეს ყველაფერი, რომ ბავშვები ელემენტარულ რამეზე მოამზადო, ელემენტარულად საგანმანათლებლო ცოდნა მისცე და რაიმე ხელოვნების ან სპორტის წრეებზე ვატაროთ. დაახლოებით ესე ყოველთვე რო არ იყიდო ტანისამოსი, კვების ხარჯი და სხვადასხვა წვრილმანი ხარჯი დაახლოებით 1000-დან 2000 ლარამდე მაინც უნდა გქონდეს, რაც საშუალო შემოსავლიანი ოჯახისთვის ძალიან ბევრია ვფიქრობ. ყველას არა აქვს იმის საშუალება, ყველა არ მუშაობს. და ერთადერთი პრობლემა კიდევ რაც არის ექიმები, წამლები და სხვა გადასახადები. ექიმთან ერთი ფურცელი რო შეგისვოს და დაგიწეროს 90 ლარი ღირს მხოლოდ. ძალიან ხშირად გვიწევს ჩვენ ეს ყველაფერი და ძალიან ბევრს ვხარჯავთ თვიურად ასეთ წამლებში და ექიმებში. წარმოგიდგენიათ, ვინც არ მუშაობს, ვერ მუშაობს, ან ჯანმრთელობის პრობლემები აქვს იმისთვის, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი. ვის რამდენი კმარად იქნებ გითხრათ თქვენც. აი ნორმალურად რო იყვებო, ყოველთვე დავუშვათ რომ არ იყიდო ჩასაცმელები, დაახლოებით რამდენი თანხა კომუნალურებიდან დაწყებული საკმარისი.